დღეს უნდა შევცვალოთ ჰაერის ფილტრი Jeep Renegade-ზე. ეს არის ჰაერის ფილტრი, რომელიც 25 ლარი ღირდა, არის უფრო ძვირად ღირებულებიც, მაგრამ ეს არის ის, რაზეც ახლა ხელი მიუწვდა. ძალიან მარტივი არის ფილტრის გამოცვლა. თქვენ თვითონ მიხვდებით, რომ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გააკეთოთ ისე, რომ ხელოსანთან საერთოდ აღარ დაგჭირდეთ მისვლა. ეს არის ჩვენი ჰაერის ფილტრი, რომელსაც აქვს 3 სამაგრი. 1, 2 და 3. ახლა ამას უნდა მოვურგოთ სახრახნისი და შემდეგ უკვე მოვხსნათ. ცოტა დაჟანგებული არის აშკარად და ცოტა მიჭირს ტრიალი. თუმცა ნელ-ნელა ამოდის. ესენი შეგვიძლია ბოლომდე არ ამოვიყვანოთ და უფრო გაგვიელდვილდება შემდგომში ჩასმა. ზოგადად ჰაერის ფილტრი უნდა იცვლებოდეს მაშინ, როდესაც ცვლით ზეთს და ზეთის ფილტრს. მაგრამ დღესდღეობით მე მგონი არ ამგონია, რომ ამას მაინც და მაინც დიდ ყურადღებას ვანიჭებდეთ. აი, ეს არის ჩვენი ჰაერის ფილტრი. ნახეთ რა ამბავშია, რა მდგომარეობაში ამას შეხედეთ. როდესაც ჰაერის ფილტრი ასე ბინძურდება, შესაბამისად წვაც იმატებს მანქანის. ნახეთ რას გავს. დაშლილია ფაქტობრივად. ეს არის ზუსტად ერთი და იგივე კვადრატია და აქედან გამომდინარე სულ ერთი ასე ჩავსვათ თუ ასე ჩავსვათ. აი ასე უნდა გამოიყურებოდეს ახალი ფილტრი. აქ როგორც ჩანს უკვე ეს ღრუბელიც მოხსნილი იყო და საოცარ მდგომარეობაშია. ახლა კი მოვიდა დრო, რომ ახალი ფილტრი ჩავდგათ. ისე კარგად ჩავსვათ. აქ მთავარი არის ჰერმეტულობა. კარგად უნდა იყოს ჩამჯდარი ყველა მხრიდან. ისე ბოლომდე უნდა დავაჭიროთ კარგად. მგონი ამაზე მეტი ვერც ჩაჯდება. ახლა დაგვრჩა ამათი დამაგრება ისევ და ეგ არის უმარტივესი პროცესი არის.